Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვაგზავნებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიური სიუჟეტების განხილვას და როგორც ზაგბირდით, დღეს გვექნება ბოლო ვიდეო გაკვეთილი ამ წელიწადში. შემდეგ არ ვიცი რა როგორ იქნება ეს. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული და ღმერთზე პირველ რიგში ღმერთზე დამოკიდებული და მერე თქვენს განწყობაზე, თქვენს გვერდში დგომაზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი, როგორ იქნება ეს ყველაფერი. მანამდე სანამ დავიწყებთ ვიდეოს, გთხოვთ, ვინც გამომწერები ხართ, გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო, დააკომენტაროთ. ვინც არ ხართ გამომწერები, გვერდში აქ არის გამოიწერეთ, აწერია, გამოგვიწერეთ. ამით თქვენ წაგვახალისებთ, რომ მეტი და მეტი საინტერესო თემები განვიხილოთ საერთოდ. მაშასე დღევანდელ დღეს, როგორც ზაგბირდით, ჩვენ ვისაუბრებთ იესო ქრისტეს შობაზე, იმ უცნობ გარემოებაზე, რომელსაც ძალიან ბევრი ქრისტიანი სამწუხაროდ არ უკვირდება. საინტერესო ის არის, რომ ზუსტად წელს მოხდა ისე, რომ ებრაული დღესასწაული, რომელიც არის ხანუკა, აღინიშნება ზუსტად დღეს, 25 დეკემბერს. და მე მინდა გელაპარაკოთ ხანუკაზე, როგორც იესო ქრისტეს შობის წინსართავზე. თქვენ შეიძლება კითხოთ, რა შუაშია ებრაული დღესასწაული ხანუკა და რა შუაშია იესო ქრისტეს შობა, მაცხოვრის შობა. მაგრამ შემოკარგებო ძალიან დიდ კავშირში არის ესენი ერთმანეთთან. იცით, ხანუკა რო არ ყოფილიყო, არ იქნებოდა არც შობა. ანუ ხანუკა ეს არის ზუსტად ის მომენტი, რომელიც ვთქვათ, მოსამზადებელი პერიოდია. ღმერთი იწყებს ტაძრიდან. ადგილიდან, სადაც უნდა მოვიდეს იესო ქრისტე. ტაძარი ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ ჩვენი გულები. თუ ჩვენ ვიცით ხანუკის დღესასწაულის ისტორია რა არის, მე ძალიან მოკლედ გეტყვით ახლა ამ ისტორიას. ხანუკის ისტორია არის აღწერილი მაკაბელთა წიგნში. ისინი არაკანონიკურ წიგნებად ითვლება ბიბლიაში, მაგრამ მათ აქვს ისტორიული ფუნქცია. ისინი არიან როგორც კარგი, როგორც ისტორიული წყარო. და რა თქმა უნდა ებრაული ტრადიცია, რომელიცაც ახლავს ეს ყველაფერი. მაშასე 250 წელს ჩვენ წერთ აღრიცხვამდე იესო ქრისტეს შობამდე იყო ესეთი პიროვნება ანტიოქე ეპიფანე მეოთხე, რომელიც გახდა სელევკიდების სამეფოს მმართველი. და ამ სელევკიდების მმართველობაში გადავიდა მაშინელი იუდეა. თქვენიც რომ ალექსანდრე მაკედონელი იყო დამპყრობლ ომებს აწარმოებდა და მან გაერთიანა იუდეა. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მისი სამეფო დაიყო 4 ნაწილად და ერთ-ერთი გენერალი, რომელიც მას ჰყავდა სელევკიდი, აი ამ სელევკიდის სამეფოს მიუერთდა მაშინელი იუდეა. და ამ სელევკიდების სამეფოში გახდა მეფე ანტიოქე ეპიფანე მეოთხე, რომელსაც მოინდომა ელენიზაცია ებრაული ხალხისა. მან მოინდომა ელენური კულტურის გავრცელება, მან მოინდომა საერთოდ ებრაული წესჩვეულებების გაუქმება, განადგურება და პირველი რაც მან გააკეთა, მან მოკლა მღვდელმთავარი მაშინელი ონისე მესამე, რომელიც იყო მაშინელ იერუსალიმის ტაძრის მღვდელმთავარი, აგრეთვე მან ტაძარი წაბილწა, მან ღორი შესწირა სამსხვერპლოზე და მთლიანად იერუსალიმის ტაძარი მიუძღვნა ზევსის ტაძარს. ამრიგად ეს ტაძარი იყო წაბილწული. მაგრამ ღმერთმა არ მიატოვა ისრაელი, არ დატოვა იუდეა. იუდეაში მოხდა აჯანყება, რომელიც ცნობილია მაკაბელთა ომებით. იყო ესეთი მატათია ლევიანის ტომიდან. ლევი იყო ესეთი მატათიაჰუ, ესე ნამდვილი სახელი ასე ქვია, რომელიდანაც ჩვენ ქართული მისი ეკვივალენტი არის მათეს ნიშნავს, მატათია ნიშნავს საჩუქარს, ძღვენს და აქედან გამომდინარე ეს სახელი რო გავმართოთ. აი ეს მღვდელი აღუდგა წინ, მისი შვილები იყო ესეთი პიროვნებები, რომელსაც იყო იუდა ერქვა ერთ შვილს და იმდენად ძლიერი მეომარი იყო, მას შეერქვეს მაკაბი, ანუ ურო მაკაბა ასე იყო და აქედანაც ამოსული იუდა მაკაბელი ქართულად რო ვთქვათ, იუდა მაკაბელი და ერთი სიტყვით რო ვთქვათ, გაიმარჯვეს ამ აჯანყებაში იუდეველებმა, გაწმინდეს ტაძარი და იყო ეს მომენტი, რომ ტაძრის გასაწმინდად ჭირდებოდათ ზეთი, მენორა რო ანთებულიყო. მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ მენორა მაშინელ დროს
იმ ტაძარში რომ ნახეს იყო ერთი დღის მარაგი საკმარისი ანუ ერთი დღე და თქვენს რჯულის მიხედვით სანთელი მუდამ უნდა ენთოს სასანთლე ტაძარში და 8 დღე ჭირდებოდა ზუსტად ახალი სანთლის მომზადებას სასანთლისათვის ამიტომაც გადაწყვიტეს რომ მიენდეს ღმერთს და გადაწყვიტეს ამ სანთლის ერთი დღის სანთელის ანთება მაგრამ საოცრება მოხდა რომ სანამ ახალი სანთელი არ დამზადდა ანუ 8 დღე ეს სანთელი არ ჩაქრა ეს სასანთლე არ ჩაქრა ეს მენორა და აქედან გამომდინარე არის დაწესდა ეს დღესასწაული რომელსაც ქვია ჩვენ იოანეს სახარებაში უწოდებთ სათბურების დღესასწაული ანუ მეორენაირად ამ სახელწოდებას ქვია განახლების დღესასწაული და კიდევ არის მიძღვნის დღესასწაული დაიმახსოვრეთ ყველა სიტყვა სინათლის დღესასწაული განახლების დღესასწაული და მიძღვნის დღესასწაული ეს ყველაფერი მოიცავს სიტყვა ხანუკა რატომა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ თქვით დასაწყისში რომ ხანუკა რო არ ყოფილიყო არ იქნებოდა შობა ჩვენ უნდა გვესმოს ერთი მთავარი რამე თუ გაიმარჯვებდა ანტიოქე მეოთხე ეპიფანე მაშინ ისრაელი და იუდეა აღარ იარსებებდა მაშინ სადამე არც ლევიტელი ღვთელი ზაქარია იარსებებდა რომლისგანაც წამოვიდა იოანე ნათლისმცემელი რომელსაც უნდა მოემზადებია გზა იესო ქრისტესათვის ხვდებით აუდენ სიბრძნე ამიტომ იწყებს ღმერთი ტაძრიდან ყველაფერს ტაძარი დღევანდელ დღესაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ესეთი რამე ტაძარი არის ჩვენი გულები ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩვენი გულები და ჩვენში რაც არის ის ანტიოქის ეპიფანეს მსგავსი ანუ ყოველგვარი წარმართული ყოველგვარი სრულწმენები ყოველგვარი სხვა ადამიანებზე დაიმედება ყოველგვარი მსაკრობა ბოროტება ეს უნდა მოვიშოროთ ადგილი უნდა მოვამზადოთ რათა იესო დამკვიდრდეს ჩვენში შემოგარგებო დღეს ძალიან ბევრი კამათობს იესო ქრისტეს შობაზე შვიდში უნდა აღნიშნოს თუ 25-ში ჩემთვის შემოგარგებო ძალიან მნიშვნელოვანი არაა ეს საკითხი შვიდში დაიბადა თუ 25-ში ნუ თუ სუფთა ბიბლიურად გაინტერესებთ ჩემი აზრით გამომდინარე და ამას მარტო მე არ ვიაზრებ ამას ბევრი სერიოზული თეოლოგი და სპეციალისტი არქეოლოგი იზიარებს რომ იესო ქრისტე დაიბადა სექტემბერ-ოქტომბერში და მე ძირითადად ვცდილობ ამ დროს აღვნიშნო რა უბრალოდ მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ ღმერთს იმ საშუალებისათვის რომელმაც მოგცა ჩვენ რომ თავისი სინათლე გამოგწყინებულიყო და თქვენ თუ კითხულობთ რომ წაიკითხავთ მიათეს თავში ხანუკის დღესასწაულზე იესო ქრისტე ავიდა ტაძარში ანუ იესო ქრისტე აღნიშნავდა ამ ხანუკას ანუ აქედან გამომდინარე ქრისტიანებმა რომლებიც დაიწყებენ ხანუკის აღნიშვნას ეს ცუდი არა ჩემოგარგებო ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი რომ თქვენ გაიაზროთ თქვენი წმენის ფესვები მოდის რადგანაც ხანუკა ეს არის დღესასწაულის იესო ქრისტეს შობის პრეისტორია მომზადება ქრისტეს შობისათვის ხანუკა რო არ ყოფილიყო არ იქნებოდა შობა არ იქნებოდა ისრაელი არ იქნებოდა ტაძარი არ იქნებოდა მღვდელი და არ იქნებოდა გამოსყიდვა ეს უნდა ყველა ქრისტიანმა ნებისმიერმა ქრისტიანმა უნდა გაიაზროს მეორე რაც ყველაზე მთავარია ჩვენი მაცხოვარი აღიარებდა ამ დღესასწაულს და ამ დღესასწაულზე ის იყო იერუსალიმის ტაძარში აქედან გამომდინარე შემოგარგებოდ თუ ვინმე იტყვის რომ იესო ქრისტე რჯულის მიხედვით იყო ვალდებული ხანუკის დღესასწაულზე ასულიყო ძალიან შემცარა რჯულში საერთოდ არ წერია ხანუკის დღესასწაულზე ეს დღესასწაული შემდეგ მოხდა ამ დღესასწაულის ჩამოყალიბება ისრაელის ისტორიაში და იესო ქრისტე როგორც ჭეშმარიტი იუდეველი თავისი ერის შვილი ანუ ებრაელთაგან ებრაელი იუდეველთაგან იუდეველი მიდის ხანუკაზე და აღნიშნავს და ეუბნება რომ ეს ხანუკა მოწმობს ჩემზე ანუ ის სასწაული რომელიც მოახდინა და რომელსაც ჩვენ ვუძახეთ სინათლის დღესასწაული მე ვარ ეს იესო ქრისტე მეკითხეთ მიძღვნის დღესასწაული ეს კიდე მიძღვნის რატო თქვენ გესმით წაგიკითხავთ რომ სადაც ჩვენ ვკითხულობთ წმინდა არს უფალ საბაოთ ხო არის
წმინდა ეს სახელი ნიშნავს ებრაულად კადოშ. კადოშ ნიშნავს გამოყოფილს და მიძღვნილს. ასევე იესო ქრისტე ჩვენთვის ადამიანებისათვის გამოყოფილი და ჩვენთვის მიძღვნილი. რადგანაც იოანეს სახარების მესამე თავში წერია, ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება, რომ მისცა თავისი ძე, მოგვიძღვნა ჩვენ ღმერთმა იესო ქრისტე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია ჩემო კარგებო, რომ გვესმოდეს ჩვენ. ამიტომ მე მინდა დღეს მთელ ებრაელ ერს მიულოცო ხანუკის დღესასწაული, ხანუკა სამეახ, ივრითულად ასეა. და ყველა ადამიანს, ვინც შობას აღნიშნავს, მოგილოცოთ ქრისტეს შობა. რადგანაც ხანუკა რო არ ყოფილიყო, არ იქნებოდა არც შობა. ხანუკა ეს ჩვენი გულების მოსამზადებელია, რათა სინათლე მოვიდეს ჩვენში. ის მენორი სინათლე ანათებდა იყო სიმბოლო იესო ქრისტესი და მოვიდა წუთისოფელში იესო ქრისტეს სიმბოლო. ხანუკა ეს არის ჩემო კარგებო კიდევ ერთი რამე, რომ ჩვენ ჩვენი თავები გადავამოწმოთ. ჭეშმარიტად იშვა ჩვენში იესო ქრისტე. ყველა ასპექტში იშვა ჩვენთვის იესო ქრისტე. იშვა ჩვენ ფინანსებში იესო ქრისტე. იშვა ჩვენ სამსახურში იესო ქრისტე. იშვა ჩვენ ყოველგვარ საკითხებში იესო ქრისტე. ჩვენს გულებში. ამისათვის გვჭირდება ხანუკა. განწმენდა. რათა იესო იშვას ჩვენში. მაშასე ხანუკა სამეახ და შობას გილოცავთ ჩემო მეგობრებო. იესო შობას, ქვეყნიერების მხსნელი, მაცხოვარი, უფალი ღმერთი იშვა ქვეყნიერებაზე. ჩვენ აღვნიშნავთ მოვლენას და არა თარიღს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მინდა ესეთი ძალიან ცნობილი პროტესტანტი ადამიანის სიტყვებით დავასრულო ეს დღევანდელი ვიდეო, რომელიც ძალიან გასაოცარი შთაგონებით წყარო გახდა ჩემი რწმენის სიარულის დროს, როდესაც მე რწმენის ნაბიჯებს დგამდი, ჯერ კიდევ ბავშვობაში. მაშინ რომ წავიკითხე ამ ადამიანზე, ჩემთვის გასაოცარი შთაგონებით წყარო აღმოჩნდა ეს პიროვნება. ეს არის ივან ვორონაევი. ეს პიროვნება ამბობს ესე ძალიან საინტერესო რამეს. თუ მე მკითხავთ, სად დაიბადა იესო ქრისტე, მე გეტყვით ჩემ გულის ბეთლემში. თუ მე მკითხავთ, როდის დაიბადა იესო ქრისტე, მე გეტყვით 1902 წელს, როდესაც იესო ქრისტე შეუშვია ჩემს გულში. ასევე მე გეუბნებით მეთქვენ, თუ მე მკითხავთ, გიორგი, სად დაიბადა იესო ქრისტე, მე გეტყვით ესე. იესო ქრისტე დაიბადა ჩემს გულის ბეთლეხემში, ჩემს გულში. თუ მეთქვით, როდის დაიბადა, მკითხავთ, მე გეტყვით, იესო ქრისტე დაიბადა 1998 წელს. ჩემთვის. მაშასე, გვიყურეთ და თუ უფალი ინებებს გაგრძელება იქნება. გთხოვთ, ილოცოთ ჩვენთვის, ილოცოთ ქვეყნისათვის. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.